ამ ვიდეოთი ზუსტად დაგიმტკიცებთ იმას, რომ 2 ან 3 იაფფასიანი განათებით გაგიკეთებთ ისეთ ლამაზ გარემოს, თანაც მანქანაში, სადაც არანაირი ვიზუალი არ გიწყობს ხელს, მხოლოდ ეს უკანა სიდენეების კამები და მეტი არც არაფერია, ხო? და რამოდენიმე პანჯარა, შუშა. მანქანაში დაგიმტკიცებთ იმას, რომ თავარი არის შუქი, სწორად შუქის დალაგება და აბსოლუტურად ნებისმიერ ამპლუაში და ნებისმიერ ადგილას შენ შეძლებ კარგი და ლამაზი სინემატიკური თუ არა ლამაზი გარემოს შექმნას ვიდეოსთვის. ეხლა განახებთ აი ეს ძალიან იაფიანი $20-30 ღირს ეს განათება. ეს განათებაც ღირს სადღაც $30-40 და ესეც ჩვენი ჯადოსნური გასაბერი შუქი, რომელიც რილსებშიც განახეთ. სიბნელეში ცუდად ჩანს, მაგრამ არ აუშავს. ეხლა კი დავიწყოთ სცენის აწყობა. მოდი, ჯერ უკან შევქმნათ, აი შეხედეთ, უკან გვაქვს სიბნელეა, ცოტა უნდა გაუძლოთ იმისათვის, რომ შედეგი ნახოთ. ნახეთ, უკან სიბნელე გვაქვს, არაფერი, ჩვეულებრივი სკამებია, მანქანის, ხო? ჩავერთოთ ახლა ეს განათება, რომ მივცეთ რაღაცა კომპლიმენტარული ფერების გამა. ანუ ნახეთ, ურთიერთ საწინააღმდეგო, ანუ კომპლიმენტარო. ჩავერთოთ ცისფერი შუქი. აი ეს, ცისფერი შუქი ჩაერთო. ეს LED განათებაა, დააყენებ რა ფერსაც გინდა, იმ ფერს. დავაგდოთ უკანა სკამზე, აი ესე. ანუ ბექგრაუნდი შეგვექმნა, შეხედეთ, უკვე რაღაც ბექგრაუნდი გვაქვს, ხო? ეხლა მოდი აი ეს განათება დავდოთ სადღაც ისეთ ადგილას, რომელიც არ შემიშლის თვალებში მანქანის სტარების დროს, ხო ესეა? ამიტომ ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ამ შემთხვევაში ახლა მე თან უნდა ვიარო, თან უნდა გესაუბროთ, ხო? ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ კი მესმის ვიდეო გასაკეთებელია, მაგრამ გზაზე ცოტა არ იყოს ძნელიარი და ესეთ რაღაცებს უნდა მოერიდოთ ხოლმე ყოველთვის. ამიტომ მოდი ამ შუქს დავაყენებ სადღაც აი აქ კარებთან. აი ეს. არა, მოდი აი აქ მზის ესე ვთქვათ საწინააღმდეგო ესე ჩამოსაწევში დავარჭობ პირდაპირ აი ამ შუქს. აი ეს. იმისათვის რომ სახეზე რაღაცა სილუეტი მომეცეს, ხო? ეხლა შეხედეთ, უკან გვაქვს ესეთი ფონი. ცოტა მებევრება, მაგრამ მოდი ჯერ ეს გასაბერი შუქიც ავანთოთ, ხო? და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ჩავერთოთ გასაბერი შუქი, ესე. სადღაც 10%-მდე ავიყვანოთ, ნახეთ რა ლამაზი შუქია. პროსტა უკან ვაგდებ, აი ესე, რომ მომცეს აი ეს უკანა სილუეტი. 10% მე მგონი ძალიან ბევრია, ცოტათი დავაგდოთ. აი ეს 8. აი ესე უბრალოდ დავაგდოთ, არც გავბერავ ამ შუქს, პროსტა დავაგდე. და ისე გავაკეთე, რომ მიმართულება კონდეს ჩემკენ. აი ეს. всё. შეხედეთ? ლამაზი გარემო გამოგვივიდა უცბად. ეს შემიძლია ჩავაქრო, აბა ნახოთ. კი ბატონო. აბა ავანთოთ. აი ეს. არა. ჩავაქროთ. აი ეს. შენიერ ძალიან ბევრს აქვს გართულება იმაზე, რომ ოთახი არ აქვს შესაბამისი, სივრცე არ ყოფნის, მახინჯად გამოიყურება კედლები, უკან რაღაცა მიყრილ-მოყრილი აქვს და ასე შემდეგ. ანუ ამ ვიდეოთი თქვენ რწმუნდებით იმაში, რომ დაჟე მანქანაშიც კი სულ 2-2 იაფი განათებებით შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან ლამაზი ვიზუალი. რა თქმა უნდა, ეხლა ეს 2 წუთში დალაგებული შუქია, განათებები და არ დავიწყე აქ 9 საათი დალაგება და კიდე 1-2-3 LED-იც რომ მქონოდა, გაცილებით უფრო ლამაზ გამოსახულებასაც მივიღებდით. თან სათვალე არ წამომიღია და ეკრანსაც ისე სხვათა შორის ვხედავ რა და მაგიტომაც თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, აგერ ხედავთ.
ანუ ვიზუალურად შეხედეთ, ეხა იქით ხარეს თქვენ ხედავთ გზას, როგორ მოდის ესე მოძრაობს გზა, ხო? მაგერ გვერდიდან მიყურებენ რა შვებაო, რა უნდაო ვაფშე, რა ჩალიჩობსო, მაგრამ ვაფშე მაგარი მკიდია, იმიტომ რომ ვიწერთ ჩვენ ძალიან კარგ და საინტერესო ვიდეოს. ანუ ალბათ თქვენც გქონიათ, თავის დროზე მეც მქონდა, სანამ შუქი მესწავლა, სანამ გამეგო ჩავწვდომილიყავი როგორ მუშაობს შუქი, დღემდე ძალიან ბევრ ექსპერიმენტებს ვატარებ, შეიძლება ვიდეოს ყოველთვის არ ვიღებ ამ შუქის ექსპერიმენტებზე, მაგრამ შიგა და შიგ რაღაც რილსებს გამოვაგდებ ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრს თითქმის ყოველდღიურად თუ არა, კვირაში რამოდენიმეჯერ ესე კამერას ჩავრთავ და უბრალოდ პროსტა ექსპერიმენტებს ვაკეთებ ხოლმე აი ამ შუქით. პროექტორზე, ბოლზე, ბოლი არ წამომიღია, დამავიწყდა სამწუხაროდ, მაგრამ აი აქ რო გამეშვა ახლა ბოლი, ძალიან მაგარი გარემო შეიქმნებოდა, აი ვაფშე მაგარი იქნებოდა, ბოლი დახატავდა ახლა აქაურობას. მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება გაეჩერებინეთ რაღაცას ხო არ ეწევი მანქანაში ძმაო, მაგრამ არა უშავს. ანუ ნახეთ, ყველას გვაქვს აი ესეთი წიკები, რომ აუ ეს არ მომწონს, აუ უკან კედელი არ მივარდა, აუ რაღაცა, აუ ეს ის რემონტი არ მაქვს გაკეთებული, მოდი რემონტს როდის გავაკეთებ, როცა გავაკეთებ, მერე გადავიღებ ვიდეოს და რემონტი შეიძლება 10 წელი არ გააკეთო სახში და ვიდეოსაც 10 წელი ვერ გადაიღებ და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ, აბსოლუტურად ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ ადგილას, თუ გინდა სანაგვესთანაც კი რომ დადგე, თუ შუქის სწორად გამოყენება იცი და რაღაცა ჩაუღრმავდი აი ამ შუქს, როგორ მუშაობს შუქი, რანაირად უნდა დაალაგო, რას აკეთებს, როგორ იფანტება, როგორ ირეკლავს, საიდან მოდის, რანაირად მიდის და ასე შემდეგ, აი ამ შუქის თემას თუ ჩაუღრმავდები, დამიჯერე რომ აი ნაგვის დიდ კონტეინერთანაც კი ქუჩაში რომ დადგე, ნაგვის კონტეინერთანაც კი რომ დადგე და სწორად გაანათო, აბსოლუტურად ულამაზესი გამოსახულების მიღება შეგიძლია დაჟე იქაც კი. ამიტომ დაანებეთ აი ამ რაღაცა უაზრო წიკებს თავი, დაანებეთ ამ უაზრო თავის გამართლებებს თავი, ეს ყველაფერი რეალურად არის თქვენი თავის გამართლება, რომ არ გადაიღოთ არაფერი და ზოგს კამერაში უჭირს ხოლმე გადაღება, გამოჩენა, აქვთ ესეთი წიკები, კი, ბევრ ადამიანს ჭირს, ბევრი ადამიანის ესე ვთქვათ გადასალახავი პრობლემაა, თუმცა 2-3 ვიდეოს რო გადაიღებთ, მე მიხვდებით რომ თურმე რა სისულელეების გეშინოდათ და რა სისულელეებზე ნერვიულობდით უაზროდ. ეს არის უბრალოდ ჩვევაში რომ გადაგივათ ვიდეოების გადაღება, აი მე ხვდებით რომ ნეტა რაზე ნერვიულობდით, ან ნეტა რისი გეშინოდათ და ასე შემდეგ. გინდა გაიგო რა ხდება კადრს მიიღო. ჩემ მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიული საიდუმლოებები და ცხოვრებისეული ლაიფჰაკები ერთ სივრცეში მოვაქციე. ხშირად მეკითხებით როგორ ქმნი რას ვფიქრობ მუშაობისას და რა მასწავლა ძლევა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ. წარმოვიდგენთ ექსკლუზიურ ვიდეო პლეილისტს ხმამაღლა გაფიქრებულს, რომელსაც ვერსად ნახავთ გარდა ჩემი ვებგვერდის. აუცილებლად გადადი ლინკზე www.mikhail.online შედიხარ ონლაინ კურსებზე და ირჩევ ხმამაღლა გაფიქრებულს. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, უბრალოდ დააჭერ შესვლას, დარეგისტრირდები და მორჩა. ლინკი აღწერილობაშია. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. ნუ გეზარებათ. მნიშვნელობა არ აქვს. სად იღებთ, როგორ იღებთ, რას იღებთ. იყიდეთ რამოდენიმე შუქები, ეს ლედები, გინდა ტემუზე იყიდეთ, გინდა ნებისმიერ ადგილას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფერადი ლედები იყიდეთ, დაგეხმარებათ აი ესეთი ლამაზი განწყობის და გამოსახულების შექმნაში, სწორად დაალაგეთ უბრალოდ შუქჭრდილოვანი გამოსახულება მიიღეთ, სილუეტი რომ გამოისახოს და კიდევ ერთ
ჯადოსნურ და ოქროს წესს გეტყვით. ამ წუთას არ მქონდა საშუალება ამ წესის გამოყენების, იმიტომ რომ ფიზიკურად ღამეა და აქეთ ამხარე ძალიან ჩაბნელებული მოგეჩვენებოდა, ვაფშე შუქი არ მექნებოდა სახეზე. წესით ის შუქი საერთოდ არ უნდა ჩამერთო, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ოქროს წესი. კამერა ყოველთვის მიმართული უნდა გქონდეთ სახის იმ ადგილას, სადაც ბნელია და არა გამონათებულ ადგილას. ეხლა რატო? როდესაც კამერა მიმართული გაქვს სახის განათებულ ადგილას, გამოსახულება გაქვს ბრტყელი. ანუ შენი პერსონაჟი, შენი გმირი, ესე ვთქვათ, კადრში იქნება ბრტყელი, კედელზე მიწეპებული და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ეხლა მე შევეცდები ცოტა დავფარო ესე და შეხედეთ ეხლა. როდესაც კამერა მიმართული არის ჩრდილოვან ადგილას და შუქი საწინააღმდეგო ადგილიდან არის წამოსული, ანუ სილუეტის აქეთა მხარე ნათდება, აი ზუსტად მაშინ იღებ შუქ ჩრდილოვან და მოცულობით გამოსახულებას. აქედან რომ გაანათო, იქნები ბრტყელი. კედელთან თუ დგეხარ, საერთოდ მით უმეტეს საერთოდ რაღაც უბედურება გამოგივა, იმიტომ რომ აქეთ ამხარე განათებული გაქვს და აქეთ კედელი გაქვს და всё, მიწეპებული ხარ ამ კედელს. ამიტომ აქეთ ამხარეს ანათებთ, კამერას მიმართავთ ჩრდილოვან ადგილიდან, ანუ ბნელი ადგილიდან არის მიმართული კამერა და ზუსტად მაგ დროს იღებთ მოცულობას. აქეთ სიბნელეა, აქეთ სილუეტი გეხატებათ. ეს არის ოქროს წესი, რომელიც ყოველთვის უნდა დაიცვათ. და რა თქმა უნდა, უკან ტონალური პერსპექტივა. ტონალური პერსპექტივა რა არის? აი ზუსტად აი ეს. უკანა მხარე, რომელიც დაშვერებულია ფონთან რაღაცით უნდა იყო გამოყოფილი და ეს რა თქმა უნდა შეგიძლია შუქით გაასწორო, ხო? ეს არის უკან ცისფერი შუქი მაქვს, ცოტა ესეთ ტონში გაკეთებული, იმიტომ რომ მე ირგვლივ გარშემორტყმული ვარ მოყვითალო შუქებით და შევქმენი ეგრეთ წოდებული კომპლიმენტარული ფერების გამა. კომპლიმენტარული ფერების გამა რას ნიშნავს? რავი, დაგუგლეთ, სადაც გინდათ მოძებნეთ, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო ფერები, აი ამ ფერების იტონის ფერების წრეზე, ესე ვთქვათ, დაგუგლეთ და მიხვდებით. კომპლიმენტარული ფერების გამა შევქმენი, უკან ფონი რა თქმა უნდა არ უნდა იყოს იმაზე გადანათებული რაც სახე, ხო, იმისათვის რომ მოცულობა შექმნათ რაღაცა და ზუსტად აი ამ კომპლიმენტარული ფერების საფუძვლად, ესე ვთქვათ, მეშვეობით, უკან ცისფერი შუქი ცოტა ჩავაქრე, დაუწიე, უკან დაშორებული, ესე ვთქვათ, ჰაერი შეიქმნა, მანძილი და წინ მაქვს სახე განათებული და თან მოყვითალო. ყვითელი, მოსტაფილოსფერო და ცისფერი შუქები არის ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგო აი ამ წრეზე, კომპლიმენტარული ფერების წრეზე. და ზუსტად ეს გიქმნის აი იმ ლამაზ განწყობას. თუ დაკვირვებული ხართ, ფანტასტიკების და ჰოლივუდური ფილმების აი ესეთი sci-fi ფილმები და ფანტასტიკები გადაღებული არის სულ აი ამ teal and orange ეძახიან ამ კომპლიმენტარული ფერების გამას. ზუსტად ამ ორი ფერის გამაშია გადაღებული მთელი ფილმი. ძირითადად 2-3 ფერი არის საერთოდ მთელი ფილმი თუ დააკვირდებით. დანარჩენი ყველაფერი არის აი ეგრეთ წოდებული აქცენტები, რომელიც ძალიან უმნიშვნელოდ გამოიყურებიან და პრაქტიკულად არც ექცევა ყურადღება აი დანარჩენ სხვა ფერებს. აი ესეთ სიტუაციებში გვიხდება ხოლმე ხანდახან უცბად სცენის მოწყობა და ყოველთვის გახსოვდეთ. არანაირი სიზარმაცე, უაზრო თავის მართლებებს თავი დაანებეთ, როგორც ხედავთ, მაგერ ფაქტის სახეზეა, მანქანაში გაგინათეთ ისე 2-3 ლედით ისეთი განათება გაგიკეთეთ და შეგიქმნით სასიამოვნო განწყობაც და ვიზუალიც. ამიტომაც მოკიდეთ თქვენ კამერებს, ხელოვანთ ეხლა არ დაიწყოთ, რომ ფული არ მაქვს, შუქებს ვერ ვყიდულობ და ასე შემდეგ. თუ ვიდეოს გადაღება გინდა, როგორმე ეს $100-მდე, აი ეს რამოდენიმე შუქი უნდა იყიდო. $100 თუ არ გაქვს, ესე იგი კამერაც არ გაქვს და ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ვიდეოს გადაღებაც არ შეგიძლია, ხო? მაგრამ თუ კამერა გაქვს,
ესე იგი, ლოგიკასთან რო წავიდეთ, ცოტა ახლოს $100 როგორმე მოგეძებნება. იმისათვის რომ შექმნა რაღაცა განწყობა და გამოსახულება, კეთილი უნდა ინებო და აი ეს რაღაცა იაფფასიანი შუქები უნდა შეიძინო და დაანებე თავი აი ამ თავის მართლებებს, რომ არ გიწყობს ხელს გარემო, არ გაქვს შესაბამისი ოთახი, ნებისმიერ კუთხეში რომ მიხვიდე სახში, რაღაცა ერთი პატარა კუთხე მაინც გექნება შესაბამისი. უბრალოდ წადი იყიდე აი ეს განათებები და მოაწყე ლამაზი კადრი. არაფერი არ გიშლის ამაში ხელს. კი, სიზარმაცე ყველას გვაქვს, მეც მაქვს, მაგრამ ისწავლეთ შუქი, დამიჯერეთ. კამერა შენთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი. ისწავლე როგორ მუშაობს შუქი და იშოვი აი ჯადოსნურ ღილაკს, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებს და ვერც ვერასდროს ვერ მოძებნის. ამიტომ შუქი დაამოღალეთ, დამიჯერეთ. პირველი შენთვის თუ ვიდეოს ან ფოტოს გადაღება გსურს, პირველი შენი, ესე ვთქვათ, ჯადოსნური ღილაკი არის შუქის შესწავლა. всё. დიდი მადლობა ყველას და ქვევით უკავშირი, რა თქმა უნდა. Peace.